თაკო ნევროზი მაქვს თაკო წერს მეუღლის გამო. მერითი გიშველოთ, შემიძლიათ პროგრამა შემოგთავაზოთ. სხვა შორის ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს. ანუ მერით გიშველოთ, რას გულისხმობ, იცით, რომ თავარია თქვენი მონდომება და ხშირად ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე, რომ ადამიანები წუნებენ. ხო? აი ნევროზი მაქვს, ეს მაქვს, ის მაქვს, არ ვიცი, სამსახური არ მაქვს, უფულოდ ვარ, ესე ვარ, ისე ვარ, მაგრამ ძირითად ძალას ანდომებენ აი ამ წუწუნს და აი ამ ნეგატიურ ფიქრებს და რაღაცა ახალს არაფერს არ აკეთებენ. აი მოდი ვცადო ახალი რაღაცა გავაკეთო, არ ვიცი, ფსიქოლოგს მოусმინო, ფსიქოლოგთან მივიდე, არ ვიცი, სხვანაირად ჩავიცვა, არ ვიცი, სხვა ერთი მარჯვენა ფეხით გავდიოდი, ახლა მარცხენა. ანუ უყურეთ, რის თქმა მინდა, თუ აკეთებ ისევ იმას, რასაც აკეთებდი და რამაც მიგიყვანა არასასურველ შედეგამდე, ხო? და არ მოგწონს ეს შედეგი. და მაინც აგრძელებ ამაზე ფიქრს, ამაზე ლაპარაკს, ამაზე წუწუნს, მაგრამ შენ თვითონ ახალს არაფერს არ აკეთებ. როგორ უნდა მიიღო ახალი შედეგი? აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გავიაზროთ და ახალი გამოსავალი ვეძებოთ ხოლმე, ხო? ანუ უყურეთ, აი მაგალითად, არის ასეთი პრობლემა. ადამიანს სახლში გაუჩნდა თაგვები, ყავს თაგვები, ხო? და ადამიანს უნდა ამ პრობლემის მოგვარება. რას აკეთებს ადამიანი? ნუ, არ ვიცი, პირველ რიგში მაგალითად იყიდა ხაფანგი. დადო ეს ხაფანგი სახლში, ხაფანგმა თაგვი არ დაიჭირა, 1 დღე, 2 დღე, 10 დღე, პირიქით თაგვები მომრავლდნენ, ხო? რას გავაკეთებთ ამ შემთხვევაში? ნუ, კარგი, მეორე ხაფანგი იყიდე, მესამე ხაფანგი იყიდე, მაგრამ ერთი თვე რომ გავიდა, არც ერთ ხაფანგს, არც ერთი თაგვი არ დაუჭერია. თაგვები შენ სახლში მომრავლდა ბლომად. აგრძელებ ისევ ამ ხაფანგების ყიდვას და დადებას, მანამდე სანამ შენ თვითონ არ გაეხვევი? არა, ხო? ცვლი რაღაცა შენი მოქმედების წესს, ან არ ვიცი, საწამლავს იყიდი ამ თაგვებისთვის, ან კატას იყიდი, ან რა ვიცი, კიდევ რაღაცას, ხო? ეს აი თაგვების მაგალითი რატომ მომყავს? იცი რომ ნათელია, რომ აი შეცვლი, ვერ მივიღე შედეგი, შევცვალე ხერხი, ვერ მივიღე შედეგი, შევცვალე ხერხი. ხოლო რაც შეეხება ცხოვრებისეულ საკითხებს და ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებას, რას ვაკეთებთ, იცი? აი იმ მე-10, მე-100 ხაფანგს ვყიდულობთ და ვდებთ. იმ მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, ეს გადატანითი მნიშვნელობით. რასაც აკეთებდი, იმის კეთებას აგრძელებ, ჯერ წნარად აკეთებდი, მერე ყვირილით აკეთებ, მერე ისტერიულად აკეთებ, მაგრამ აკეთებ იგივეს და იღებ უფრო უარეს და უარეს შედეგს. აი ამას დაუფიქრდით ხოლმე, ჩემო კარგებო. მე ჩემის